და მაინც, როგორია მეხუთე თაობა Toyota RAV4? Prime მართლა მაგარია თუ არა? გასაყიდად გამოვიდა 2019 წელს და Toyota-სგან გასაოცრად მაგრად გამოიყურება. არის როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდის ვარიანტები, წინა და ყველა წამყვანი კონფიგურაციით. RAV4 აგრძელებს წინაპრების გამძლეობის ტრადიციას. 2022 წლიდან განახლდა. მიიღო ბრაზიანი ვიზუალი, ახალი LED მაშუქები და დაიხვეწა ინტერიერი. პოპულარული ძრავი 2.5 ბენზინია, რომელიც ასევე გვხვდება ჰიბრიდთან და პლაგინთან წყალში. გამორჩეული ვერსიებია Prime და TRD Off-Road. დიახ, Prime-ია, რომელიც ბევრ სპორტკარს ჩაგრავს. ყველაზე სწრაფი და ძლიერი RAV4-ია ისტორიაში, 302 ცხენით 100-მდე 6 წამში ჩქარდება. Off-road ვერსიებს აქვთ დინამიური ტორკ-ვექტორინგი, ყველა წამყვანი სისტემა და უგზოობაზე გათვლილი დაკიდება. სალონი კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით მაღალ კომპლექტაციებში. საბარგული ტევადია. მოკლედ პრაქტიკული და გამძლე ავტომობილია. გაყიდვებით იკავებდა ტოპ პოზიციებს მსოფლიოში. დაგვაფოლოვე და დაგვიკომენტარე შემდეგი რა იყოს.